რაშიც კომპანიები ძალიან დიდ ფულს ყრიან, რომ team building-ი შეკრან, არაფერი დიდი ფული არ გინდა. ფეხბურთზე დარეგისტრირდა თელი სასტუმრო ერთად არის. მე ვარ დიმიტრი გიქავა. სასტუმრო ედისონის პენელი, მუშაობ სპან დეპარტამენტში. ვთამაშობ თავდასხმის პოზიციაზე. მინდა 2 ოდესითხვით გავიხსენო პირველი სეზონი. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესეთი ტურნირები ტარდება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა წინა პლანზე იწევა. პირველ სეზონს რაც შეეხება, იყო ძალიან შთამბეჭდავი. მოლოდინებმა გადააჭარბა, რასაც ბავშვები ვისურვებდი, უფრო მეტად კარგი გამოვიდა ყველაფერი რა. და რა ვიცი, სამბეჭდავი იყო, სასტუმრო ამ შემთხვევაში გაერთიანდა. ბევრი შემატკივრებიც დადიოდნენ თამაშებზე და დადებითი ემოციებით ვარ პირადად მე დამხვდები და იმედია რომ მომავალშიც გაზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ფინალში დასანანი მარცხი ჰქონდა, აი სასწაული სეზონი იყო, მაგრამ პირველი სეზონი იყო ძალიან მაგარი რა. აი ისეთი ემოცია მოიტანა, რომ ამდენი წლის განმავლობაში ფეხბურთზე არ მქონია ეგეთი რა. თუნდაც გულშემატკივრები, ბიჭებისგან, მოწინააღმდეგე გუნდისგან რა. აი ძალიან ისეთი ემოცია იყო, გვერდში დგომაც რომ დავინახეთ პატივისცემა, ეგ აქ ფეხბურთს რა, კაი რა და ეგ არის ფეხბურთის мотивация. გვერდიდან, თუნდაც მოწინააღმდეგე გუნდი რა, რომ დაეცენი რაღაცა ისე ხელს რო აგაყენეს, აი რო გეტყვის ისე რომ მიდი არა უშავს ყველაზე ხარ და ბოლოს აგებული გინდა მოგებული ერთმანეთს ეხუტება. თუნდაც მეორე ადგილი არა უშავს, გავედით, მაგრამ ძალიან დიდი ემოცია მოიტანა, ხალხი შევიძინე, ძალიან ბევრი და კმაყოფილი ვარ რა. პირველ სეზონზე მე პირადად გავხდი საუკეთესო ბომბარდირი, გავიტანე 20 გოლი. რაც რა თქმა უნდა, ბიჭების დამსახურება არა, ჩემი თანაგუნდელები ძალიან დამეხმარნენ ამაში, მარტო მე ვერაფერს ვერ ვიზამდი. ზოგადად გუნდი ფინალში გავედით, წაუგებლად მივედით ფინალამდე, მაგრამ ფეხბურთია და სამწუხაროდ ფინალში მარცხი ვიწვნიეთ 4-3, შეატონთან დაუმარცხდით, მაგრამ ვეცდებით, რომ შემდეგ სეზონში უფრო ზიერები გამოვიდეთ და უფრო მეტად მოვახდინოთ კონცენტრაცია და უფრო დიდი წარმატებას მივაღწევთ. ემოციებით სავსე რა, ხა. კავშირით, ემოციებით, სიხარულით, ბედნიერებით და ბოლოში ძალიან პატარა წუხილი ჰქონდა ჩვენ, მაგრამ მაგას აუცილებლად გამოვასწორებ შემდეგ სეზონზე რა. მონდომებულები ვართ, სადაც ერთი თვია უკვე ვარჯიშობ, კვირაში 2-ჯერ მაინც ვიკრიბებით ბიჭები და ვემზადებით მეორე სეზონისთვის და ვფიქრობ, რომ მეორე სეზონი კიდევ უფრო კარგი გამოვა, ვიდრე პირველი სეზონი. რა თქმა უნდა, პირველ სეზონმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა, ძალიან ბევრი ხალხი გაერთიანა, პირადად ჩვენი ედისონის თანამშრომლები გაერთიანდნენ. თითქმის ყველა თამაშს დადიოდნენ და ანუ ფინალი ხო განსაკუთრებით, აი არ ვიცი, ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა და ჩვენც აი ძალიან ახტოვანებლები ვიყავით ამით და დარწმუნებული ვარ, რომ მეორე სეზონი უფრო დიდი გამოხმაურება მოყვება და უფრო წარმატებული იქნება და უფრო დიდ მოლოდინებით ვართ აღჭურვილები და ესეც იქნება დარწმუნებული ვარ. ხა, ყველაზე მთავარი რაც იყო, რომ ისეთი ხალხი გაგვაერთიანა, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი, აი 300 კაცი სასტუმროში შეიძლება ვიცნობდი გუნდიდან 200 და გავიცანი 300-ივე კაცი რა და აი ეს ურთიერთობები რაც პირველმა სეზონმა მოგვიტანა ძალიან მაგარია რა. ხო, ჩვენ აქამდე ერთმანეთს კარგად არ ვიცნობდით და აი ამ ჩემპიონატმა ზუსტად ეგეც მოგცა, რომ ამ ჩემპიონატმა ეგეც მოგცა, რომ ერთმანეთი კარგად გაგვესწრა. შეიძლება ეს ჩემპიონატი ვარ ჩატარებული იყო, ესე კარგად არ გაგვესწრო ერთმანეთი და ძალიან დაგვაახლოვა და აი ამ ჩემპიონატმა დაგვანახა ის, რომ ერთმანეთისთვის უნდა გავიღოთ ყველაფერი, ფეხბურთს აღეგზავა, რომ ერთობა უნდა შენარჩუნდეს. სწორედ ეს ჩემპიონატი არ ყოფილიყო, შეიძლება ერთმანეთი ას გაგვეცნო რა დღეს აქ და ძალიან უკვე მეგობრობთ ერთმანეთთან, ძალიან ახლობლები ვართ ერთმანეთის და მომავალშიც მინდა რომ ესე გაგრძელდეს და ამ ჩემპიონატმა ეგ დაგვანახა, რომ ერთობით უნდა იყოთ. აი ჩემპიონატი პირველ სეზონში ჩვენ ნახევარი ჩატარდა სასტუმროების ჩემპიონატი და იმ მომენტში სასტუმრო ძალიან ერთიანი იყო. აი სასახლეში მისვლა მიხაროდა ძალიან, იმიტომ რომ ყველა გეკითხებოდა როდის არის თამაში, რა ქენით წინა თამაში, როდის არის ნახევარფინალი, როდის არის ფინალი და სასტუმრო იყო ერთიანი და ხალხს ელოდებოდა შაბათ-კვირას, როდის მოვიდოდა, რომ მოსულიყო თამაში, დასწრებოდა ჩვენ თამაშებს და სხვა ემოცია იყო საერთოდ და ველოდებით უფრო დიდ ემოციას კიდევ. აი მაგას ვიტყვი, რომ თუ გინდა რომ სასტუმროში რაღაცა სხვადასხვა დეპარტამენტებმა ერთმანეთი გაიცნონ, რაღაცა ერთიანობა შექმნა სასტუმროში და რაშიც კომპანიები ძალიან დიდ ფულს ყრიან, რომ team building-ი შეკრან, არაფერი დიდი ფული არ გინდა.
ფეხბურთზე დარეგისტრირდა თელი სასტუმრო ერთად არის ყველა შეესვლა სასტუმროში ხო რომ აი თამაში როდის არის რა ქენით რა ანგარიშით მოიგეთ და მაგაზე მაგარ team building-ს ვერ გააკეთებს ვერას დროს გენერალური მენეჯერი, ოპერაციების მენეჯერი და ჩართულები არიან თუ რამე ფინანსურად გჭირდება. უარს თითქმის არაფერს არ გეუნებიან რაც საჭიროა. იქით გვეკითხებიან თუ რა არის საჭირო ჩვენი მხრიდან, გვეხმარებიან ფინანსურადაც და ესე ძალიან მნიშვნელოვანია რომ რაღაცა თუ გჭირდება გაუზეთ თანაგუნდოს იქნება თუ პირადად ჩვენი ინვენტარი გჭირდება თუ რაიმე სხვა ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ გვერდზეეთ განან და ესე ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ასევე მათ რომ ხელმძღვანელობიდანაც ძალიან დადებითი სიტუაციები იქნება და ესე ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა რომ ისინიც ჩართულები არიან ამ ჩემპიონატში და ძალიან გვეხმარებიან ვისაც პირობითად აინტერესებს ფეხბურთის სფერო, აინტერესებს სპორტი, ჯანსაღი ცხოვრება, აი ყველას ურჩევდი რომ ჩაერთოს რა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს არა მარტო თვითონ ადამიანისთვის, არამედ თვითონ სამსახურში მომსავე პერსონალისთვის, იმიტომ რომ ერთიანდება მაგალითად სასტუმრო. მადლობა თქვენ, რომ ესე ჩართულები ხართ და ჯანსაღი ცხოვრების ყველგან და წინაპარზე აყენებთ. ძალიან მაგარ საქმეს აკეთებთ და დარწმუნებული ვარ, უფრო დიდი გამოხმაურება მოყვება და უფრო დიდ წარმატებას მიაღწევთ და უფრო დიდი ინვესტიცია ჩაიდება. კიდე მომავალში ამაში აი 200